ქარელის მუნიციპალიტეტში 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ადგილზე გაეცნო. არხი გაიწმინდა დანალექი გრუნტისაგან და ეკალბარდისაგან. დაზიანებული ფილები ჩანაცვლდა ახალი ფილებითა და მონოლითური ბეტონით. ასევე მოეწყო ბორდიურები. პროექტი, რომლის ღირებულება 5,3 მილიონი ლარია, მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. საქართველოს მელიორაციის მიერ გარემონტ და თითქმის 11 კილომეტრამდე კრაქარელის მაგისტრალური არხი ამ ეტაპისათვის არხის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში. აღნიშნული განახლებული ინფრასტრუქტურა ერთიორად წაადგება მიმდინარე წლის საირიგაციო სეზონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ მელიორაციის კომპანიის რეფორმების ფარგლებში და ბუნებრივია მოსახლეობის თხოვნით, მოსახლეობთან ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება სხვადასხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. წყალი მიეწოდება აქედან როგორც ქარელს, ისე სკრას და გორის რაიონებსაც. აქ რო ესეთი კარგად არხი მოწესრიგებული, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი მივიდეს სათანადო დონემდე. ყველა სოფლამდე და ყველა მოსახლემდე.